რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე. დეკლარაციის მიხედვით მან შვილების სწავლაში 2025 წელს 39960, 2026 წელს კი 32917 ლარი გადაიხადა. გასულ წელს ანაზღაურების სახით 140860 ლარი მიიღო. დანაზოგის სახით კი $30000 და $61200 ლარს ფლობდა. ამავე დეკლარაციით კობახიძეს თბილისში წყნეთის გზატკეცილზე აქვს 1 ნაჩუქარი ბინა და 1 ავტოფარეხი. საქართველოში ბენზინი გაძვირდა. ბოლო ერთ კვირაში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე სუპერის ტიპის საწვავის ფასი 3 და 80-დან 4 ლარსა და 20 თეთრამდე მერყეობს, ხოლო პრემიუმის 3 და 65-დან 3 და 77-მდე. ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე ხდება. ალეკო ელისაშვილს ციხეში მეოთხე ბრალი წარუდგინეს. მას ამჯერად სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. მწამებელ ადამიანს სასამართლოზე უწოდა არაკაცი და ამ სიტყვის გამოდღეს უკვე ბრალი წარუდგინეს, განაცხადა ადვოკატმა. საუბარია მოწმე პოლიციელ შოთა ჭიბაშვილზე. ელისაშვილი ამბობდა, რომ ჭიბაშვილმა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინა. რუსები ამჯერად წყლის რიგში ჩადგნენ. კადრები ქალაქ ტიუმენიდან ვრცელდება. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ თითქმის 1 თვეა ონკანიდან მუქი ფერის ბინძური წყალი მოდის. მოსახლეობა ჩივის, რომ მაღაზიებში მარაგი სწრაფად იწურება. ადგილობრივ ხელისუფლებას სასმელი წყლის დარიგება ცისტერნებით უწევს.